ეს ადამიანები იმ მეომართა ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს გმირულად დაიღუპნენ. მაშინ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოკუპაციიდან 4 წლის თავზე მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს. ყველა ჩვენიანისთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია 2008 წელი, მაგრამ ვერ გავექცევით მაგ 2008 წელს. არც მინდა რომ დეტალურად გავიხსენო, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ორი შვილი მყავდა და ორივე სამშობლო შეეწირა. ცარიელი საფლავია, უბრალოდ ჩემი შვილის სახელის უკვდავს აყოფათ, სახელი და გვარი დააწერა მთავრობამ, ვთხოვე ჩემი თხოვნით. მე გინდაც არ ვიყო, საფლავს მიხედავს ყველა. მათთან ერთად დღეს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა, თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ. მაშინდელმა შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ, ყავდა დაღუპული ქართველი ვაჟკაცები, თუმცა მაშინ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს და ვერ წაართმევს საქართველოს თავის ტერიტორიებს. ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც მაშინ ღირსეულად იბრძოდნენ, ღირსეულად დადეს თავი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის, ქართული მიწის დასაცავად რუსი აგრესორებისაგან და არასოდეს ისინი ჩვენ არ დაგვავიწდება და ყოველთვის იქნებიან ისინი ჩვენს გულში. სამგლოვია, რომ მარშისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სასულო ორკესტრის მიერ შესრულდა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მეომრების ხსოვნას. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ პატრიარქმა გმირთა მემორიალი აკურთხა. საქართველოს პირველი ლედი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალულ მეომართა ოჯახის წევრებთან მივიდა და კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა ომში დაღუპული მეომრების მშობლებს, მეუღლეებსა და მათ შვილებს. მოგვიანებით სამღვდელოება მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული მეომრების სახელზე სულის მოსახსენებელი პარადის გადაიხადა.